მოგესალმებით თანამამულენო, დღეს ორშაბათია და მინდა ვისაუბრო აქტუალურ თემებზე, რომელიც ეხება ქართული მეფეების, ბაგრატიონების წარმოშობას. ძალიან ბევრმა დამისვა კითხვა, ჩემი ფოტოსურათი დაიდო, სადაც იყო რომ ბაგრატიონები არიან ებრაელები. წარმოშობის ბევრმა თქვა რომ გარკვეულად დაასაბუთეთ რომელი წყაროს მიხედვით ლაპარაკობთ ამ თემასთან დაკავშირებით. ბევრმა ძალიან შეურაცხყოფელი სიტყვებითაც გამოვიდა და თქვა. ძალიან ცუდია, როცა ჩვენი მოსახლეობა არ იცის ჩვენი სასიქადულო მეფეების წარმომავლობა და ისინი ამტკიცებენ რომ ძალიან კარგია რომ ამტკიცებენ რომ ქართველები იყვნენ, მაგრამ ისტორია და ისტორიული ფაქტები სხვა რამეს მეტყველებს და ჩვენ ისტორიას უნდა გავუსურვოთ თვალი. საქართველოსთვის ახლა რო ვთქვათ, ჯერ მაშინ უკვე დემოკრატია ალბათ უკვე იყო, რომ ებრაელი ბაგრატიონები მოვიდნენ სამეფო ხელისუფლებაში და მათ თქვენ დიდი წვლილი შეიტანეს საქართველოს ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლაში, გაერთიანებისათვის და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი კარგი საქმეებია ბაგრატიონებს ნაკეთები, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართულმა მოსახლეობამ, ჩვენმა ახალგაზრდობამ ისტორია დაივიწყოს და არის საუბროს რეალურად ამ საკითხებთან დაკავშირებით. ამიტომ როცა ვლაპარაკობთ, რომ საიდან მოგაქვთ ეს ფაქტები, ძალიან ცუდია, რომ ალბათ ისეთ ხალხთან ამაქვს საქმე და ისეთ ხალხთან გვაქვს საქმე, რომლებიც არ იციან ისტორია, არ კითხულობენ, არ სწავლობენ. ახლა შეუძლიათ შევიდნენ წლებს არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წელს არის ადამიანი, შევიდნენ ვთქვათ ინტერნეტით და წაიკითხონ, თუნდაც წინის კითხვა ეზარებათ, ან თუ იციან კითხვა, წაიკითხონ და გაიცნონ საიდან არიან ბაგრატიონები წარმოშობით და რა უნდათ საერთოდ და რისთვის იბრძოდნენ საქართველოში და რას წარმოადგენენ ბაგრატიონები. როგორც თქვი, ძალიან ბევრი კარგი საქმეა გაკეთებული, ბევრი გამოვიდა ძალიან განათლებული და აქეთ თქვა რომ თქვენ დავით აღმაშენებელი, თამარ მეფე, ერეკლე მეფე, ეს კი ბატონო, ყველას ჩვენი სასიქადულო მეფეებს ჩვენ დიდ პატივს ავცემთ, რომლებმაც კაი საქმეები გააკეთა, მაგრამ ისიც არ უნდა დავიწყოთ, თქვათ რაც ცუდი საქმეებიც აქვს გაკეთებული და თქვათ ვერ გაართვეს თავი სახელმწიფოებრივ მოღვაწეობას. ამიტომ მე ახლა არ მოვყვები რა კარგი გააკეთეს, რა ცუდი გააკეთეს, ყველამ კარგად ვიცით დავით აღმაშენებელის პერიოდი, რომ საქართველო როგორ ძლიერი იყო, თამარ მეფის პერიოდიც ვიცით, ყველაფერი ეს ვიცით, მაგრამ ალბათ ის არ იცით, რომ სწორედ ბაგრატიონები წარმომავლობა არის ებრაელობა. ებრაელებიდან მოდიან. სწორედ ამ საკითხებზე მინდა გავამახვილო ყურადღება და მეუბნებიან მოიყვანე რესი დაყრდნობით საუბრობთ, რომ ბაგრატიონები არიან ებრაელები. ძალიან ცუდია, ვინც არ იცის, მე გაგაცნობთ რამოდენიმე ფაქტს, დანარჩენი შეგიძლია თქვენ თვითონ წაიკითხოთ სხვადასხვა ისტორიული ფაქტები და ბევრ საინტერესო მომენტებს გაიგებთ ისეც ალბათ რაც არ იცით. იმიტომ რომ ახლა ერთი არ იცით, ალბათ ბევრი რამეც არ გეცოდინებათ. ამიტომ მოდით ჩვენ კონკრეტულად ახლა შევეხოთ ბაგრატიონთა წარმომავლობას, საიდან არიან ბაგრატიონები და ვინ არიან საერთოდ ბაგრატიონები და რა უნდათ მათ. როგორ მოხვდნენ საქართველოში, როგორ გამეფდნენ ისინი და საიდან არიან საერთოდ ეს წარმოშობილი ბაგრატიონები. ეს დასამალი არაფერი არ არის, ეს როგორც წიგნების ისტორიული წყაროებიდან გვაქვს ცნობილი, ასევე ვისაც ეზარება მე კიდევ თქვი კითხვა შეუძლია შევიდეს და ინტერნეტით სხვადასხვა საიტებზე გინდათ ვიკიპედია, გინდათ საქართველოს ეროვნული პარლამენტის ბიბლიოთეკა და სხვადასხვა საიტებზე, სადაც დაცული არის და კონკრეტულად წერია. ახლა ყველა გაყალბებული არ არის, აქ მოგაქვთ ისი რაღაც სისულელეები, რომ საიდან მოგაქვთ. აქ ისტორიკოსები ლაპარაკობენ, რომელიც არის ამოღებული სხვადასხვა ისტორიული წყაროები და სწორედ ამ წყაროებზე დაყრდნობით ხდება სწორედ საუბარი და არა ისე რომ თქვენ ლაპარაკობთ და ჩემს განათლებას ეხებით ან რაღაც
თქვენ ძალიან განათლებულებო და ის წყაროები ამბობთ დაასახელეთ, ვეცდები ყველას ვერ დაგისახელებთ, მაგრამ რამოდენიმე წყაროს დაგისახელებთ, რაც ხელმისაწვდომია როგორც სოციალური ქსელებით, ასევე ინტერნეტით, სხვადასხვა საიტებით და ასევე წყარო შეგიძლიათ მოძებნოთ ეროვნული ბიბლიოთეკაში, პარლამენტის ბიბლიოთეკაში ისტორიული მონაცემები თუ გაინტერესებთ და გაიგეთ, იმიტომ რომ მე აქ არ შევხედი არც დავით აღმაშენებელს, არც თამარ მეფეს, არც ერეკლე მეფეს, არც სხვა ვინმეს კონკრეტულად აქ არის რომ მათი წარმომავლობა არის ებრაელებმა. ისინი წამოვიდნენ ებრაელებიდან და სწორედ ამ წარმომავლობაზე მქონდა ლაპარაკი, რომ არიან ბაგრატიონები ებრაული წარმომავლობის. და სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით ვინდა დღეს ვიმსჯელო და ახლა კიდევ ვამბობ, როცა რამეს წერთ, მაშინ თქვენც მოიყვანეთ დამადასტურებელი მაგალითები და ისე ლაპარაკეთ. ბევრი ლაპარაკობს, რომ იცი წოდებაი, რომელ წოდებაზეა ლაპარაკი, როცა ისტორიული ფაქტები გვეუბნება ამას და ისტორიული ფაქტებით ლაპარაკობთ და არა ჰაერზე. თქვენ გინდათ ჰაერზე ელაპარაკოთ და მიგზავნეთ რაღაც საიტებს, სადაც არ ვიცი, რომელიღაცა ისტორიკოსი თუ ვიღაცა გამოვიდა და რაღაცა თქვა და რომელიც შემდგომ არც წიგნი დაბეჭდეს, არც არაფერი და რაღაც თქვენ სამსახურიდანაც დაუთხოვიათ, იმიტომ რომ ალბათ ისეთ უაზრობასაც წერდა, რომ მისი არც წიგნად გამოცემა შეიძლებოდა და არც თქვენ მისი მუშაობა ალბათ იმ სამსახურს სადაც მუშაობდა. ეს მე არ მეხება, ვინ ღირსი იყო და ვინ უღირსი, ეს თვითონმა დაამტკიცოს იმათმა, ვინც ლაპარაკობს ამ თემაზე. რაც შეეხება ვიღაცამ რაღაცა დაწერა და გამოვიდა და ელაპარაკა, მაშინ მან ისტორიულად უნდა დაამტკიცოს, რომ ეს ფაქტები, რომ ისინი არიან ქართველები. მაგრამ მე ამით შემიძლია კიდევ ვამბობ, რამოდენიმე მაგალითი მოგიყვანო და ამ მაგალითიდან გამომდინარე შეგიძლიათ თქვენ გამოვიტანოთ დასკვნა. და ეს დასკვნა, რაც თქვენ ბავშვობაში არ გისწავლიათ, არც სკოლაში არ ასწავლიდნენ ამას, ნამდვილად არ ასწავლიდნენ, ჩემ პერიოდში ნამდვილად არ ასწავლიდნენ, არც სხვა პერიოდში ალბათ არ ასწავლიდნენ და სწორედ რო არ ასწავლიდნენ, იმიტომ რომ დღეს ბაგრატიონები ყველას ქართველები გონიათ, ქართული წარმომავლობის და სწორედ აქედან გამომდინარე ბევრს თქვენ არ მინდა ახლა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო მისი განათლებით თუ გაუნათლებლობით, მაგრამ ყველაფერი ფაქტებზე დაყრდნობით უნდა ვისაუბროთ და არა ისე ზერელად რომ მეუბნებოდ. კი ბატონო, მე დღეს ახლა რამოდენიმე ფაქტს ჩამოგიტყვეთ, დანარჩენი თქვენ გაარკვიეთ და თქვენ ისაუბრეთ. დავიწყოთ ქართული ენციკლოპედიიდან, რას მეუბნება ქართული ენციკლოპედია, რომელიც გამოცემულია თქვენ კომუნისტების დროს და არ არის ეს დღეს უცებ ამაზე ვილაპარაკოთ. ქართული ენციკლოპედია გვეუბნება მე-11 საუკუნის ქართველი ისტორიკოსი სუმბატ დავითის ძის ცნობით პირველი ქართველი ერისმთავარი გურამი მე-6 საუკუნე ბაგრატიონი იყო. სუმბატისსავე ცნობით ბაგრატიონები წარმომავლობით ებრაელები იყვნენ. გესმით ალბათ ბატონებო? სუმბატის რაც თქვა, რაც დაწერა, მან იმას კითხულობ და მე სხვა არაფერს არ გიმდები. სწორედ ამოღებული, ამობეჭდილი ციტატებს კითხულობ და თქვენ გაარკვიეთ დანარჩენი ვინ იყო. ებრაელები იყვნენ. დავით წინასწარმეტყველის შთამომავლის სოლომონის 7 ვაჟი წამოვიდა სომხეთში, 3 ძმა აქ დარჩა და საფუძველი ჩაუყარა სომეხი ბაგრატუნიანების გვარს, ხოლო 4 ძმა მოვიდა ქართლში. ერთი მათგანი იყო გურამი, რომელიც განაჩინეს ქართლის ერისთავად. აქედან წარმოიშვნენ ქართლის შემდგომ საქართველოს ბაგრატიონები. 2 ძმა გამთავრდა კახეთში, ერთი კი კამბეჩაში, ქიზიყში. ეს მეუბნება სწორედ სუმბატ დავითის ძე. ისტორიული ფაქტები, ეს არის მე-11 საუკუნე. ალბათ კარგად მისმენთ და გაიაზრეთ ახლა თქვენ თვითონ. ეს არის ქართული ენციკლოპედია, შეხვიდეთ ნახოთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. სწორედ იგივე ქართული ენციკლოპედია შეგვიძლია ძალიან ბევრი რამე ამოვიკითხოთ, მაგალითად ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე
პორფიროგენეტის მე-10 საუკუნის თხზულებაში, რომლის მიხედვით იბერიის ბაგრატიონები საქართველოში დამკვიდრებულა 400-500 წლის წინ. ესე იგი მე-5 ან მე-6 საუკუნეში. ეს თვალსაზრისი ეთანხმება სუმბად დავითის ძის თარიღის პირველ ქართველი ბაგრატიონის ქართლის ერისმთავართა შესახებ, რამდენადაც ერისმთავრობა დაწესდა მე-6-მე-12 საუკუნეში. ასე რომ ბაგრატიონები 400-500 წლის წინ იყვნენ ჩამოსულები, წლით იყო მე-5-მე-6 საუკუნეში ჩამოვიდნენ და სწორედ აქედან გამომდინარე იქიდან მოიხსენებიან ბაგრატიონები. ასევე იგივე სტატიაში ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ კიდევ ფაქტი, ქართლის პირველი ერისმთავართა ბაგრატიონობას უარყოფს ჯუნაშერისა და მატიანე ქართლისას ცნობები, რომელთა მიხედვით პირველი ბაგრატიონი ქართლის ერისმთავრებს შორის იყო აშოტი. ჯუნაშერის ცნობით აშოტის მამა ადარნასე ბაგრატიონი მოსულა ქართლში არჩილ ერისმთავართან, რასაც მიუცია მისთვის სამკვიდრებლად შულავერი და არტანი. შემდგომში ადარნასეს ქალი რატავრი ცოლად შეურთავს არჩილის ვაჟ ჯუნაშერს. ალბათ კარგად მისმენთ ხომ ამ რასაც ვკითხულობ და სწორედ დასკვნას თქვენ თვითონ გამოვიტანთ. ჯუნაშერს ამრიგად მე-8 საუკუნეში ერთმანეთს განათესავებულან ქართლის ერისმთავართა და ბაგრატიონთა სახლები, რის შემდეგაც ერისმთავრობა გადასულა ბაგრატიონებში. ადარნასეს შვილი აშოტ ბაგრატიონი უკვე ქართლის სახელმწიფოს მეთაურია. ეს არის მე-8 საუკუნეში, ბატონებო, როცა ფაქტიურად ბაგრატიონების აღმასვლა იწყება და ხელისუფლებაში მოსვლა, მაშინდელ ხელისუფლებაში. რაც შეეხება შემდგომ სტატიას, რომელიც არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ქართული ენციკლოპედიისა ბარამიძის სახელობის, იქაც ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტები არის მოყვანილი და სწორედ ამ ფაქტებიდან გამომდინარე მინდა ვისაუბრო, კიდე რამოდენიმე მაგალითი მოგიყვანოთ. ესე იგი, მათი საგვარეულო ლეგენდა რას მოგვითხრობს, რომელიც ვიკიპედიაშიც არის და სხვადასხვა ისტორიულ ფაქტებთან დაკავშირებით. საგვარეულო ლეგენდის მიხედვით, ქართველი მეფენი მარჯვენა მხარეზე არწივის ნიშნით იბადებოდნენ. ამ გამორჩეულობის ერთ-ერთი გამოხატულება ბაგრატიონთა სამეფო გვარის ღვთაებრივი წარმომავლობის თეორია. სწორედ. ეხლა მივყვეთ ამას. სუმბად დავითის ძის მიხედვით ბაგრატიონები ბიბლიური მეფეების იესე დავითი სოლომონის შთამომავლებად ითვლებიან. ითვლიდნენ თავს და ამიტომაც იწოდებოდნენ იესიან დავითიანი სოლომონიანებად. ამდენად ისინი თვისობელსა და მაცხოვარს ენათესავებიან. ესე იგი, დავითი წინასწარმეტყველი იყო ებრაელი, ცხოვრობდა იერუსალიმში და მისი შთამომავლები არიან, ხო? ესე იგი, ებრაელის შთამომავლებიც ებრაელები იქნებიან, ხო? ეს არ იქნება არავითარ შემთხვევაში ქართველი, რომელიც ფაქტიურად უკვე მიგვანიშნებს, რომ ისინი არიან ებრაელები, დავით წინასწარმეტყველის შთამომავლები და მოიხსენიებიან იესიან დავითიან სოლომონიანის შთამომავლებად. რაც შეეხება შემდგომ გავაგზავნოთ უკვე. ენათესავებიან. ქართლის მეფე ვახტანგი მე-6 ბაგრატიონთა ნათესაობის წიგნში, ესე იგი, აქ უკვე არის ვახტანგ მე-6 ბაგრატიონი, რომელიც წერს ნათესაობის წიგნში, ქართველ ერს განეხილავს როგორც ბიბლიური ნოეს შვილს, იაფეთის, ხოლო ბაგრატიონებს ნოეს უფროსი შვილის სემის შთამომავლებს. ესე იგი, ნოე ვინ იყო? იყო ებრაელი, ხო? და ნოეს უფროსი შვილიც იქნებოდა ებრაელი, სწორედ სემის შთამომავლებად ითვლებიან. თავს ესე თვლიან თვითონ ბაგრატიონები და ჩვენ კიდე ვიძახოთ ბაგრატიონები ქართველები არიან. არა ბატონო, ბაგრატიონები სწორედ ებრაელები არიან. ეს არის სწორედ ის გადმოცემა, რასაც ვიομნებოდნენ.
ნათესაობა აქ წარმოდგენილია დაბადების ძირითად გენეალური ხაზის სახით. ნოე, სემი, აბრამი, იაკობი, იესე, დავითი, სოლომონი. სწორედ აი აქედან მოდის ბაგრატიონების შთამომავლობა. ბაგრატიონები ამ მამამთავართა და მეფეთა პირდაპირ მემკვიდრეება არიან გამოცხადებული. ეს ვითხარ ხო რას ვამბობ? ესე იგი, ნოე, სემი, ბარამი, იაკობი, იესე, დავითი, სოლომონი თავს ესე თვლიან, რომ ჩვენ ვართ მათი შთამომავლები. თვითონ თვლიან და თვითონ ამბობენ, რომ ჩვენ მათი შთამომავლები ვართ. როგორ ახლა ჩემი მამის, პაპის, მე ვარ იმით შთამომავალი, ხო? ობოხიძე როგორც მოდის, ესე ვარ მე შთამომავალი იმის და მე არ ვიტყვი, მე ვარ თქვა ვიღაცის შთამომავალი. აქ არსად არ არის ისტორიულ ფაქტებში მინიშნებული, რომ იცით რა ეს თვითონ თვლიდნენ ესე თავს. და ახლა თვითონ თვლიდნენ თავს, ესე იგი ესენი არიან ებრაელები. და სწორედ ამიტომ კარგად მისმინე და გაიგეთ. გამგონი გაიგებს, ხოლო ვისაც არ უნდა გაგონება ვერ გაიგებს. ნუ ხვირიან, იცი რა, ბაგრატიონები ქართველები არიან, არ არიან ბატონო, ქართველები ისინი მოსულები არიან 400-500 წლის წინ და როგორც გითხარით, არიან შთამომავლები. გავყვეთ ახლა შემდეგ ისტორიულ ფაქტებს და ისე ვიმჟავოთ. ამას თვითონ ამბობს სწორედ ვახტანგ მეექვსე. დავითის ხო ბაგრატიონები ამ მეფეთა პირდაპირ მემკვიდრენი არიან. ამაზე ვიგითხართ ხო გამოცხადებული. დავით მეოთხე აღმაშენებლის ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ იგი ბიბლიური მეფის დავითის 78 შთამომავალია. დავით აღმაშენებლის დავით ამ კარგად მისმინეთ, რომ ამბობს დავით აღმაშენებელი ქართველი იყოს, კი ბატონო გააკეთა და იცავდა თავის ტახტს, თავის მეფობას იცავდა და გააკეთა ბევრი კარგი საქართველოს თუ ქართველებისთვის, მაგრამ არის მაინც ებრაელი. მე ებრაელების წინააღმდეგ კი არა ვარ, პირიქით, ებრაელი იყო ადამიანი, რომელიც ჩამოვიდა კამებდა და ბევრი კარგი გააკეთა დავით აღმაშენებელმა კონკრეტულად. თვითონ ამბობს დავითის ბიბლიური მეფის დავითის 78 შთამომავალია. ეს ამბობს სწორედ დავით მეოთხე აღმაშენებლის ისტორიკოსი. და თქვენ კიდე მელაპარაკებით ფაქტები ვიგე ბატონო, აი ფაქტები მომყავს. და სწორედ ახლა ეს ისტორიკოსი რას წეს? ნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად ზემან ყოველთა მეფობათმან დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა სახელმოდგმამან დავით ღმერთისა მამისმან და თვით 78-მან შვილმან ამის დავითისამან დავითი. ალბათ სწორედ კარგად გაიგეთ ესეთ მაწმინდას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მაგალითები, ძალიან ბევრი ისტორიული ფაქტების მოყვანა შეგვიძლია, გინდა ბიზანტიიდან, გინდა სხვადასხვა ისტორიკოსებიდან, რომლებიც სწორედ ამბობენ, რომ ბაგრატიონები არიან ებრაელები და მოხდნენ საქართველოში, სადაც დაიწყო შემდგომ გამეფება. ნუ პირველი ბაგრატიონი მოგეხსენებათ ეს ხო გურამ ბაგრატიონის და სხვადასხვა მმართველებით, იმიტომ ძალიან ბევრი ფაქტები არსებობს აქედან გამომდინარე. მე ვერ შევეხები ყველა ფაქტს, იმიტომ რომ ამას ჩემზე უკეთესად ისტორიკოსები იტყვიან, მე უბრალოდ ფაქტი ვთქვი, რომ ებრაელი ბაგრატიონებმა ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთეს საქართველოში და სწორედ მათ ეთყობა სულაც რაც დავდერო ებრაელმა ბაგრატიონებმა მე კი ალბათ იმის იქით აღარ წაიკითხეს იქ რა ტექსტი ეწერა და ატეხეს მთელი აჟიოტაჟი რას ლაპარაკობ თქვენ მასონი ხართ ეს სახართ ის სახართ და 1000 რაღაც სისულელეებზე ისაუბრეს გამოვიდნენ რო ეთქვიან დიდი დამცველები და მე ურჩევ ისტორიას გადახედოთ ამოიღონ ფაქტები და ისე ილაპარაკო რასაც მე ვამბობ მე ფაქტებით ვლაპარაკობ და საქმით ვლაპარაკობ და თქვენ კიდე რაღაცა სისულელები მოგყავთ რომ კი ბატონო დიდ პატივს ავწევ ქართულ მეფეებს ვისაც საქართველოსთვის კარგი გაუკეთებიათ და მოდი ესე ვიტყვით ვალდებულები იყვნენ გაეკეთებინათ იმიტომ რომ მეფეები იყვნენ
ტახტზე იჯდა, როგორც დღეს მაგალითად იგივე მოკავს ხელისუფლება ვალდებულია, რომ გააკეთოს, რომ ქართული ხალხი, იმიტომ რომ ხელისუფალია და ვალდებულია. ესეც მაშინ თქვენ რა გონიათ, რა მაშინაც მოხდა თავადებისგან, ერისთავებისგან თქვა ამის კი ბატონო გადოდიოდა შთამომავლობით, მაგრამ ეს ვალდებული იყო ბაგრატიონებს შეესრულებინათ ის საქმე და გაეკეთებინათ, რაც საქართველოს და ქართული ხალხისთვის ხდებოდა კარგი. ვალდებულება ქონდათ, იმიტომ რომ მეფეები იყვნენ. თუ არა მაშინ აღარ იქნებოდნენ მეფეები. ამიტომ ისინი როგორც თავის ტახტს იცვამდნენ, საგვარეულო ტახტს იცვამდნენ, ასევე მიდიოდა სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობა. ხომ იქ ხდებოდა დიდგვაროვანი თავადები იყვნენ, ერისთავები იყვნენ და იმით არაში არ მოხდებოდა არაფრის გადაწყვეტა. ამიტომ როცა ვსაუბრობთ, დღეს ფაქტებით ისაუბრეთ და ფაქტებით ველაპარაკეთ. სწორედ მეც ფაქტებით გელაპარაკებით, რასაც მეუბნებით. ბაგრატიონები იყვნენ ებრაელები. მოდით ახლა მივყვეთ ახლა კიდევ რამოდენიმე ჩანართი მინდა გავაკეთო და მე ამით დავამთავრებ ამ საკითხზე მსჯელობას, იმიტომ რომ ამით მე გიმტკიცებთ იმას, რომ ისტორიულად ბაგრატიონები იყვნენ ებრაელები. მოდით გადავიდეთ საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაზე, რაც დაცულია და გამოქვეყნებულია სწორედ ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე მე-7 ცოტა ახლოს მოვწევ უკაცრავად, ცოტა ძალიან შორს არის. პორფიროგენეტის 913-959 თხზულებაში იმპერიის მართვის შესახებ აღნიშნულია, რომ ბაგრატიონები იერუსალიმიდან საქართველოში გადმოსახლდნენ. მათი მმართველობიდან 400-500 წლის წინ დაწყებული კონსტანტინე პორფიროგენეტიდან ქართულ და უცხოურ საისტორიო წყაროებში აღნიშნულია ბაგრატიონების განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ წმინდა ქალაქთან. საუკუნეების განმავლობაში ქართველი მეფეები ბაგრატიონების დინასტიიდან იერუსალიმში დიდძალ შემოწირულობას გზავნიდა. საქართველოში არსებობდა სპეციალური გადასახადი საერუსალიმო გადასახადი. უკაცრავად სხვა სათვალე მიკეთია და ამიტომ ცოტა პატარა ასოებით აჩანს საერუსალიმო გადასახადი. ამით ისე თქმა მინდა, რომ ბაგრატიონები როგორც ებრაელები